როდესაც ერთ შეხედვით საქართველოში ღვინის გაყიდვა ყველაზე მარტივი უნდა იყოს, თუმცა რეალობას აპირისპიროა კონკურენცია უზარმაზარია, რიტეილში შესვლა რთული და ძვირი, როგორც ამბობენ სფეროს წარმომადგენლები, ხოლო ქართულ მომხმარებელს, რომელსაც ღვინის დიდი ტრადიცია აქვს, გასაოცრად მომთხოვნი გემოვნება. როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი ახალმა შედარებით მცირე ან საშუალო მარანმა უკიდურესად კონკურენტულ გარემოში რა უჯდება მეღვინეს ბრენდის შენება და რატომ არის შიდა ბაზარზე სტაბილური გაყიდვების მიღწევა ხშირად ექსპორტზე ბევრად უფრო რთული. ამ თემებს ახლა დეტალურად გავშლით სტუმართან ერთად მეგონეობა არგვანის დამფუძნებელი ხატია ჯახუა გვერდდება პირდაპირ ეთერში. ხატია, მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის. და ხო, აი ეს თემა მინდა რომ განვავრცო თქვენთან და ვისაუბროთ თავის დამკვიდრებაზე ქართულ ბაზარზე. მოვირგე მე მგონი სავარწელი და რა პროცესთან გვაქვს საქმე? მოდი ახლა თქვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე აღუწეროთ ეს ჩვენს მაყურებელს და დღეს რას ნიშნავს იყო მეღვინე მცირე მარნის წარმომადგენელი საქართველოში. რისი გადალახვა გეწევთ და რა ეტაპზე ვართ აი ამ ნაწილში დღეს განვითარების? რთული საკითხია, რადგანაც ჩვენ ძალიან პატარა და მცირე მარანი ვართ, მოდით ესე ვთქვათ, სულ ესეთი კულუარული და უმცირესი მარანი ვართ, რომელსაც ვაწარმოებთ 3000 ბოთლამდე. უკვე ცოტა წლები, დრო და დრო ვცდილობთ, რომ უფრო გავზარდოთ, როგორც რაოდენობრივად, ასევე ასე ვთქვათ, ასორტიმენტიც უფრო მეტი შევმატოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანია ჩვენს ადგილობრივ აბორიგენულ ჯიშებზე ვიმუშაოთ და ვაწარმოოთ და უფრო მეტი ცნობადი გავხადოთ ეს რეგიონი. ამაზე წინაზეც ვისაუბრეთ, რომ ჩვენი ესე ვთქვათ თავარი მიზანი ეს არის მხოლოდ და მხოლოდ. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ მხარეს, აქ ცოტა ვარსებობთ, ესე ვთქვათ, ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ, ესე ვთქვათ, ეს ჩვენი პატარა ბიზნესი და ჩვენი მარანი უფრო ჩვენ იქით ვეხმარებით, ვიდრე აქეთ რამეს ველოდებით, ხო, რაღაცა უკავშირს, მაგრამ ჯერ უკავშირი არ არის, რადგან ძალიან რთულია ამ ბოლო პერიოდებში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბოთლი ძვირდება, საცობები ძვირდება, ფაქტიურად ყველა აბსოლუტურად ასე ვთქვათ ინვენტარი რაც საჭიროა. ამ ნაწილშიც ხართ სრულად იმპორტ დამოკიდებული, ხო? კი, რა თქმა უნდა და თან ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ 8000 არის ჩვენი ძალიან დიდი მხარდამჭერი და რა თქმა უნდა ფესტივალებით ძალიან ბევრ ფესტივალებში, როდესაც ვღებულობთ მონაწილეობას, აქაც ვხვდებით, ასე ვთქვათ, ქართული ღვინით დაინტერესებულ ხალხს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ცოტა თუ იციან ქართული ღვინის შესახებ. ეხლა ერთი თვით ვიყავი ესპანეთში, რა თქმა უნდა, მე ვენახეობის კუთხით, იმიტომ რომ ჩემი მთავარი ესეთი ობიექტია, რომელიც ასე ვთქვათ, ვცდილობ, რომ მაქსიმალურად შევისწავლო და უფრო კარგად დავნერგოთ მე ვენახეობა განსაკუთრებით სამეგრელოში და უფრო მეტი ფართობით და მასშტაბით გაიზარდოს. და უფრო მეტმა ხალხმა სცადოს და მიხვდეს, რომ მე ვენახეობა ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ჩვენი იდენტობა, არა მარტო იდენტობა, არამედ ასე ვთქვათ, ეკონომიკური განვითარება, ვიდრე ასე ვთქვათ, სიმინდის კულტურის მოყვანა. ხო, რაც შეეხება იმას, რომ ძალიან ცოტა იციან ქართული ღვინის შესახებ. ესპანეთში საკმაოდ ცნობილი ქართულ რესტორნებშიც კი ძალიან ცოტამ თუ იცოდნენ სხვადასხვა მეგრული და არა მხოლოდ ქართული ჯიშების შესახებ, 8000 მოსავლის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან ესეთი კონკრეტული და ესეთი ანუ არიან მევენახეები, ვინც უმზადებენ ამ ღვინოებს და აგზავნიან. ანუ არ არის ორიენტირი იმაზე, ანუ ხაზი არ არის გასმული იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი პოპულარიზაცია გაუწიონ ქართულ ღვინოს დასავლურ ქვეყნებში რა. ანუ
ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, მე ასე ვთვლი. რადგანაც რაც უფრო მეტი ცნობადობა იქნება ქართული ღვინის შესახებ მსოფლიო ბაზარზე და განსაკუთრებით ასე ვთქვათ, ну, არ ვამბობ ხა ხას ვერ გაუსმევ ხა ევროპულ ქვეყნებს, დასავლურ ქვეყნებს, აზიურ ქვეყნებშიც, ну, მსოფლიო ბაზარზე ძალიან საინტერესო ბაზრები. ჩინეთი, კორეა და ასე შემდეგ. თუნდაც მათ შორის აგერ ჩინეთსაც ვსაუბრობთ. კი, ჩინეთი, კი. და დიდ როლს თამაშობს, აგერ 9%-იანი ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში ამ ბაზარზე. ძალიან და კი. მაგრამ აი ცოტა დრო გვაქვს და მინდა რომ ესპანურ ბაზარზეც კითხოთ აუცილებლად წინასაუბრის დროს ჩვენ ვახსენებდით და თქვენც აღნიშნეთ რომ სამომავლო პერსპექტივაში განიხილავდით ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად. რა ხდება დღეს, რა ნაბიჯები იდგმება? იგივე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ცოტა ცნობადობა არის ასამაღლებელი ქართულ ღვინოზე. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ არა მარტო ქართულ რესტორნებში, არამედ ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, ესპანურ, ესე ვთქვათ, ბარებში, ღვინის ბარებში შევსულიყავ და მესაუბრა ქართულ ღვინოზე და თუ ვინმეს კი გაუგია, ძალიან დიდი პატივისცემა აქვს, ძალიან დიდი ინტერესი აქვს ქართული ღვინის მიმართ და თუ მეტი მაგალითად ფესტივალები იქნება, გასვლები იქნება ქართული მეღვინეების და განსაკუთრებით ჩვენნაირი მცირე მარნებისთვის ეს იქნება და ხომ არ განიხილავთ რაიმე სახის თანამშრომლობას თუნდაც იქაურ ჰორეკა სექტორთან? კი ბატონო, მე ჩემი ესე ვთქვათ მომავალში ესეთი გეგმა მაქვს, რომ რაც შეიძლება, ანუ იქ შემდეგი სექტემბრიდან ვაპირებ უკვე აქტიურად ესე ვთქვათ გადასვლას სწავლის გაგრძელებას ესპანეთში მევენახეობის კუთხით, იმიტომ რომ ჩემი პრიორიტეტი არის მევენახეობა და ანუ კარგი ვენახი არის ვენახიდან იწყება კარგი ღვინო იწყება ვენახიდან და რადგანაც ხარისხი ხარ ორიენტირებული, ეს რა თქმა უნდა შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაქსიმუმს ვსდებ ამისთვის, რომ ვენახი ერთი წუთი გვაქვს დრო და მინდა რომ ადგილობრივ ბაზარზეც და გეგმებიც მოვიკითხოთ. გეგმებს ამას ვამბობ, რომ აუცილებლად გაზაფხულია და ზაფხულიც ცხელი პერიოდია, ფესტივალები გველოდება წინ, ვიმედოვნებთ რომ ბევრი, ასე ვთქვათ, ქართული ღვინის მოყვარული და დაინტერესებული პიროვნებები და წარმომადგენლები ჩამოვლენ მეტი საქართველოში, მეტად გაიცნობენ ქართულ ღვინოს და ვიმედოვნებთ ექსპორტსაც. ეს არის ერთადერთი წყარო, როდესაც ჩამოდიან დაინტერესებული პირები ეცნობიან ქართულ ღვინოებს და რა თქმა უნდა, მერე ხდება ესე ვთქვათ ექსპორტიც. და ჩემი მიზანია, რა თქმა უნდა, ჩვენი სამომავლო მიზანი, არგვანი, ასე ვთქვათ, პირველად მინდა ლათინო, ანუ ესპანო მოლაპარაკე ხალხისთვის ღვინის ტურიზმი განვავითარო. ну, პირველი ჩემთვის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, სამეგრელოა, სამეგრელოში ეს დავამკვიდრო და რა თქმა უნდა, მერე ნელ-ნელა უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს მოვიცავთ. ეს არის ჩემი ყველაზე, ესე ვთქვათ, მევენახეობა და ესპანო მოლაპარაკე ხალხისთვის ღვინის ტურიზმის განვითარება საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა, ხატია, წარმატება თქვენ ამ წამოწყებაში. ერთი გითხარით, როდის მოვიკითხოთ ეს ამბავი? პირველი ნაბიჯები იქითაც სექტემბრიდან. შემდეგი არა, ამ სექტემბრიდან 2027 წლის სექტემბერში. აუცილებლად გექნებათ შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ, რომ ხატიას თაოსნობით გამართულ ღვინის ტურიზმში ჩაებათ და ამ აგროტურების თანამონაწილეები გახდეთ. წარმატება მას ამ წამოწყებაში. ხატია ჯახულა, მეღვინეობა არგვანის დამფუძნებელი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის.